ოთარ ფარცხალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. ყოფილ მთავარ პროკურორს ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შეკვეთისთვის ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. ბრალდების დადგენილება კი მის ადვოკატს გააცნეს. ფარცხალაძის საქმე გამოხმაურებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციაში მომხდარს იმის კიდევ ერთ დასტურად მიიჩნევენ, რომ ფარცხალაძე კრიმინალია და ამბობენ, რომ ასეთები მმართველ გუნდში კიდევ მრავლად არიან. ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის გახსნისთვის ძალოვან სტრუქტურებს მადლობას უხდის ქართული ოცნება. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ექსტრადირების საკითხი მარტივი არ იქნება, თუმცა ქართული სახელმწიფო კანონის აღსრულებისთვის ყველაფერს გააკეთებს. შეგახსენებთ, გუშინს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოთარ ფარცხალაძე ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად დაასახელა. გამოძიების ცნობით ფარცხალაძის მითითებით და დავალებით ძმები დავით და გიორგი მიქაძეები თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს. დაგეგმილი შეკვეთილი მკვლელობის ჩასადენად კი მათ მიერ მოძიებულ იქნა გიორგი ჯოხაძის დაცვის ყოფილი თანამშრომელი გელა უძილაური. ბიზნესმენის მკვლელობის საქმე ოფიციალურად გახსნილად გამოცხადდა. ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ ეს ადამიანი იქცა ფაქტობრივად კრიმინალური სამყაროს ნათლი მამად და ამ დროს ამ ადამიანს ეფარებოდა მთელი სახელმწიფო ინსტიტუციები. ჩვენ გვახსოვს, როდესაც ეროვნულმა ბანკმა სპეციალური გამონაკლისი დაუშვა რუსეთის აგენტის და როგორც გაირკვა, ასე ვთქვათ, მკვლელობის შემკვეთის გამო, ხო? ეს არის დიდი სირცხვილი ჯერ ესეთი ქართული სახელმწიფოებრიობის და მათ შორის იმ ადამიანების, რომლებიც იმ პერიოდში ამ ყველაფერს აკეთებდნენ. რაც არის ძალიან სამწუხარო და გაირკვა, რომ საქართველოს მთავრობაში იყვნენ გავლენიანი ფიგურები, ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ შეუკვეთონ მკვლელობები. ამ შემთხვევამ თვალნათლივ დაგვანახა დღესდღეობით როგორ არის ერთმანეთში შეზრდილი კრიმინალი, კორუფცია და სახელმწიფო. და მთავარი აქ არის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო და საგამოძიებო უწყებები, რომლებიც ამას მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად გამოიძიებენ, თუმცა აუცილებლად დადგება ჩვენს ქვეყანაში დრო, როდესაც ამ ყველაფერს გაეცემა სამართლებრივი და რა თქმა უნდა პოლიტიკური პასუხი. ნამდვილად ვერ ვიტყვი, როგორ დასრულდება ეს შემთხვევა და როგორ დასრულდება ეს საგამოძიებო აქტივობა მათი მხრიდან, იმიტომ რომ იცით, რომ ფარცხალაძე გახლავთ რუსეთის მოქალაქე, რაც ყველაფერს ართულებს. შესაბამისად, ნახოთ, დაველოდოთ, როგორ იქნება. ჩვენ ნახეთ თუ რამხელა დანაშაული და რა ბრალდება აქვს წარდგენილი ნებისმიერი ადამიანი, ვისაც მსგავსი ტიპის დანაშაული აქვს ჩადენილი, იქნება ეს მისი ნებისმიერი სტატუსი, ინდულგენცია არ არის, რომ მან პასუხი არ აგოს იმ დანაშაულზე, რაც მან ჩაიდინა. სწორედ ამიტომ სახელმწიფო იქნება ძალიან მკაცრი ყველა მსგავსი ტიპის დანაშაულთან. დღეს უკვე სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას და იმედი მაქვს, რომ ქვეყანაში მსგავსი ტიპის დანაშაულები იქნება სრულად აღკვეთილი.